გაგრძელებულია დღეს მთელი დღის განმავლობაში თურმე ბათუმში კოსტუმირებული კარნავალი მიდიოდა და სადღესასწაულო განწყობა ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის უკან დაიწყო ბათუმში. ის ლოგიკური გაგრძელებაც არის თუნდაც ის, რასაც ეხლა უყურებთ ჩვენ სცენაზე. ნამდვილად და ლაშაონიანის ეს არაჩვეულებრივი დადგმა მე მგონი საყოველთაოდ მოსაწონი. ძალზე ორიგინალური. წარმომიდგენია ახლა რა განწყობა იქნება ბათუმის ევროპის მოედანზე ალბათ მთელი მაყურებელი ერთ მუშტად არიან შეკრული და უყურებენ ამ არაჩვეულებრივ სანახაობას. ჩაცმულობას დააკვირდი რა, როგორი სინთეზია ქართული დოლები, სანტა-კლაუსის მსგავსი რაღაც ფორმები. ლატლანდიიდან ჩამოსული სანტა-კლაუსები, რომლებიც არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიან. საოცარი ფერები, თუმცა ძალიან გემოვნებით შერჩეული ფერები. მე მგონი ბრწყინვალე დასაწყისია. და ქუჩები გადაჭედილია კადრებში ეს კარგად ჩანს. ესე იგი გვანცა მე არ შემიძლია არა ვნიშნო რომ ძალიან იშვიათი მოვლენა იყო საქართველოში, როდესაც აი ეს საახალწლო კონცერტი და ზოგადად კონცერტები საოპერო კონცერტები იმართებოდა, იმიტომ რომ რაღაც ჩვენში უფრო მეტად პოპულარული პოპ მუსიკაა და ესტრადა და ამიტომ ეს გემოვნების დახვეწის მაჩვენებელიც არის, იმიტომ რომ უფრო მეტ მაყურებელს ეძლევა საშუალება ეზიაროს ისეთ არაჩვეულებრივ სანახაობას და ისეთ არაჩვეულებრივ საოპერო მომღერლებს, რასაც დღევანდელი წარმოდგენილი გვარები გვიდასტურებენ და უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უდიდესი მომღერლები არიან ჩამოსულები და მე მგონი უბედნიერესია ქვეყანა, რომელსაც ასეთი შემოქმედები ყავს მიმოფანტული ესე მარგალიტებად სხვადასხვა ქვეყნებში და ქმნიან ესეთ სანახაობას. ნამდვილად წინ მე მგონი გრანდიოზული კონცერტი ველოდება. დასაწყისში ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს ნამდვილად. ნამდვილად დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას არ შეუძლია დღეს გამართოს კონცერტი, რომელშიც ამდენი სახელგანთქმული და მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი იქნება წარმოჩენილი. და თან ყველანი არ არიან დღეს ნამდვილად არასრულისია, ძალიან ბევრს ვინაიდან წინასწარ ჰქონდათ რამდენი წლით ადრე გაწერილი განრიგი, ვერ შეძლო ბევრმა თბილისში, ბათუმში უпростоრად ჩამოსვლა და ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება, თუმცა ნამდვილად უნდა ითქვას, რომ სრულიად საკმარისია ისეთი დიდი გვარები, როგორებიც დღეს გამოვლენ და არაჩვეულებრივ და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებენ ქართველებს. კოსტუმირებული სანახაობა, ეროვნული ცეკვის ელემენტებით არის გაჯერებული და ნამდვილად ძალიან კარგად არის შერწყმული ქართულიც, ეროვნულიც და ევროპულიც. ანუ მოძებნილია გადაკვეთის წერტილები. ბათუმში კარგი ამინდია. რასაკვირველია გაუმართლა ორგანიზატორებს და სრულიად ბათუმის და თბილისიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც აი ფეიერვერკი იწყება ჩვენი კონცერტი და არაჩვეულებრივი ამინდია არ წვიმს სხვათა შორის და ნამდვილად ნერვიულობდნენ ორგანიზატორები ამ ამინდზე და ამანაც რომ გაგვიმართლა და ამინდმაც რომ გაგვიმართლა, მე მგონი ამაზე კარგი არაფერი არ არის. კონცერტს დირიჟორობს ვახტანგ კახიძე. ნიკა, ამბობენ რომ ბუნება შვილებზე ისვენებსო. დღევანდელ კონცერტში მონაწილე ბათიაშვილი, სუხიშვილების და რა თქმა უნდა ვახტანგ კახიძეს მაგალითზე შეიძლება ითქვას რომ ბუნება გამონაკლისებსაც უშვებს ხოლმე. და დამეთანხმები, როდესაც ღირსეული მემკვიდრე ხარ, ბუნება უკვე შენს სასარგებლოდ მუშაობს. მადლობა ვარ ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა განსხვავებული ხელწერის დირიჟორი ყავს არა? დირიჟორები ნამდვილად ზაზა აზმაიფარაშვილი, გოგი ჭიჭინაძე, ვატო კახიძე უამრავი და აი ვატო კახიძის ეს ერთ-ერთი ბოლო პროექტი შემოდგომის თბილისის ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო ეს ფესტივალი.